მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით ჩვენ მივყვებით შონ კომსის იგივე Puff Daddy-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და როგორც იცით დაახლოებით 1 კვირის წინ ნიუ-იორკში შონ დიდი კომსის გახმაურებული ფედერალური სასამართლო პროცესი დაიწყო. სადაც 55 წლის მუსიკალური მაგნატს ბრალი წაუყენეს ტრაფიკინგში, რეკეტში და პროსტიტუციის ტრანსპორტირებაში. როგორც იცით, კომსი, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დააკავეს, თავს უდანაშაულო ცნობს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას დარჩენილი სიცოცხლის ციხეში გატარება ემუქრება. სასამართლო პროცესმა, რომელიც ორშაბათს მანჰეტენზე დაიწყო, მედიის უზარმაზარი ყურადღება მიიპყრო, რადგან მთელს კვარტალში ტელევიზიის მიკროავტობუსებია განლაგებული. ყოველდღიურად სასამართლოს შენობის წინ რიგში ასობით ადამიანი დგას და ყველას იმედი აქვს, რომ უშუალოდ იხილავს სასამართლო პროცესს, რომელიც ტელევიზიით არ გადაიცემა. სასამართლო დარბაზში, სადაც კომსი იმყოფება, შესვლა უკიდურესად შეზღუდულია. ყოველდღიურად მხოლოდ მედიის 21 წარმომადგენელს და საზოგადოების დაახლოებით 15 წევრს აქვს უფლება შევიდეს პროცესზე. დასწრების პრინციპი მარტივია, ვინც პირველი იმივა, ის შევა დარბაზში. ხომ გახსოვთ თბილისის სუპერთასზე ვაკის პარკში რომ ათენებდნენ კომაგები ღამეებს, რიგი რომ არ დაეკარგა, დაახლოებით ასეა ახლა ნიუ-იორკში. ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ, მათ შორის გარდიანმა და მონდომებულმა რიგითმა მოქალაქეებმა რიგის დამკავებლები დაიქირავეს, რომლებიც წინა ადგილების დასაკავებლად მთელი ღამე ბანაკში ჩერდებიან. სასამართლოსთან პროცესზე დასასწრებად ყოველდღიურად იკრიბება ჟურნალისტები, კომსის გულშემატკივრები, იუთუბერები, ლაივსტრიმერები, კრიმინალური თემის პოდკასტერები, ტიკტოკერები და სხვები. მათ შორის ნიუ-იორკის რამდენიმე ცნობისმოყვარე მცხოვრები, რომელმაც განაცხადეს, რომ შვებულების ზოგიერთ დღეს მხოლოდ იმისთვის იყენებენ, რომ სასამართლოს დაესწრონ. იმის გამო, რომ ამისთან ამბავია, სასამართლომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 3 დამატებითი ოთახი გახსნა, სადაც სხდომის დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლაციებია შესაძლებელი. იმ ოთახებში დიდი აურზაურია, ჟურნალისტები ჩანაწერებს აკეთებენ, სხვა შორის უბრალო კალმითა და ფურცლით, რადგან, როგორც იცით, ფედერალურ სასამართლოში აკრძალულია ტელეფონები, პლანშეტები და სხვა ნივთები. იმ ოთახში ასევე არიან სხვა რიგითი ადამიანებიც, რომლებიც ხშირად ხმამაღლა რეაგირებენ დრამატულ ან ემოციურ სასაცილო მომენტებზე სასამართლო პროცესიდან. სასამართლო პროცესი 12 მაისს დაიწყო დილით მას შემდეგ, რაც 8 მამაკაცის და 4 ქალისგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა კოლეგია დარბაზში შევიდა. პროკურორებმა კომს ბრალი დასდეს კრიმინალური გუნდის ორგანიზებაში, რომელიც აწყობდა ნარკოტიკებით და ინტიმური ურთიერთობებით გაჯერებულ ღონისძიებებს, რომელსაც ფრიკოფებს უწოდებენ. როგორც გახსოვთ, 2024 წლის 16 სექტემბერს 55 წლის კომსი სექსუალური ტრაფიკინგის სისტემატური გამოძალვისა და პროსტიტუციის ბრალდები დააკავეს. დაკავების შემდეგ მას უფრო მეტი ბრალდება დაემატა, მათ შორის გაუპატევრების ფაქტები, ბრალდებები და ასევე აღიზრა ახალი სარჩელები. წარდგენილი ბრალდებები ეხება სექსუალურ ვაჭრობას, ნარკოტიკების შენახვას და იარაღით ჩადენილ დანაშაულებს. პროკურორების მტკიცებით, კომსი მუქარით, ძალადობითა და ნარკოტიკებით აიზულებდა ქალებს, მათ შორის მის ყოფილ შეყვარებულს, მომღერალ კასანდრა კესი ვენტურას მონაწილეობა მიიღოთ იმ წვეულებებში, რომელსაც ფრიკოფებს უწოდებენ, როგორც გითხარით. კომსის მიმართ სასამართლოში შესულია ათობით სამოქალაქო სარჩელი ქალებისა და მამაკაცების მხრიდან, რომლებიც მას სექსუალურ ძალადობაში და სხვა გადაცემებში ადანაშაულებენ. კომსის ადვოკატთა გუნდმა განაცხადა, რომ შეხვედრები ორმხრივად იყო შეთანხმებული და სვინგერების ცხოვრების წესის ნაწილი იყო. შესავალ სიტყვაში კომსის ადვოკატებმა აღიარეს Puff Daddy-ის ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკების მოხმარების ისტორია, მაგრამ განაცხადეს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ის დამნაშავეა სექს ტრაფიკინგში ან რეკეტში და უარყვეს ნებისმიერი კრიმინალური საქმიანობა. სასამართლო პროცესს ასევე ესწრებოდნენ კომსის დედა, ჯენის კომსი და მისი შვილები. როგორც ამბობენ, კომსი ხანდახან მათგან ბრუნდება და ხელის მოძრაობით გულის ფორმას აჩვენებს. სხდომას ესწრება მისი რამდენიმე მეგობარიც. ახლა რა ხდებოდა პირველ კვირაში და მეორე კვირაში სასამართლო პროცესზე. არსებითი კუთხით. პირველ კვირაში ყურადღება ძირითადად ბრალდების მხარის მთავარი მოწმის ვენტურას, რომელზეც ვისაუბრეთ ჩვენ,
ჩვენებაზე იყო გამახვილებული, რომელიც კომს დაახლოებით 2007 წლიდან 2018 წლამდე ხვდებოდა. ვენტურა, რომელიც 8 თვე-ნახევრის ორსულია, ამ კვირაში 4 დღის განმავლობაში იყო დაკითხვაზე. დეტალურად აღწერდა მათ ურთიერთობაში სავარაუდო ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას. მან ასევე განაცხადა, რომ კომსმა ვენტურა გააუპატიურა 2018 წელს მათი დაშორების შემდეგ. ვენტურამ ჩვენებაში ასევე განაცხადა, რომ მას აიძულებდნენ მონაწილეობა მიიღო იმ წვეულებებში, რაზეც ვიდეოს დასაწყისში უკვე ვისაუბრეთ, მისი თქმით, კომსი ამ ფრიკოფებს არამხოლოდ მართავდა და ხელმძღვანელობდა, არამედ ხშირად ამ წვეულებებს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელებულიყო და სხვადასხვა შტატში იმართებოდა, თავად კომსი ვიდეოკამერით იღებდა კიდეც. ვენტურა იმასაც ამბობს, რომ მას კომსი ემუქრებოდა, რომ გამოაქვეყნებდა გადაღებულ ვიდეოებს შანტაჟის მიზნით და ისიც დაამატა, რომ როდესაც კომსი მას უბრაზდებოდა, ჯგუფის წევრები ხანდახან ნივთებს ართმევდნენ და ზოგჯერ კომსი ვენტურას კიდევ უფრო მძიმე მორალურ შეურაცხყოფას აყენებდა, რაზეც მე ამ ვიდეოში განზახარ ვისაუბრებ. პროკურორებმა კომსი წარმოადგინეს როგორც მანიპულატორი და მოძალადე ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ვენტურას ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს, მათ შორის მის გარეგნობას, კარიერას და ასე შემდეგ. ნაფიც მსაჯულებს 2016 წლის ვიდეო ჩანაწერი აჩვენეს, სადაც კომსი ლოს-ანჯელესის სასტუმროს დერეფანში ვენტურას თავს ესხმის. ჩვენების მიცემისას ვენტურა პერიოდულად ტიროდა და თვალებს ხელსახოცის იწმენდაო, ამბობენ იქ ყოფნი და ასევე ხშირად ეხებოდა თურმე მუცელს. ხუთშაბათს ვენტურას ჯვარედინი დაკითხვა დაიწყო, რომელიც როდესაც კომსის ადვოკატებმა ვენტურას პიროვნების სანდოობის ძირის გამოთხრა სცადეს და ის იმუცნაური წვეულებების ნებაყოფლობით და ზოგჯერ ენთუზიაზმით აღსავსე მონაწილედ წარმოაჩინეს. ასევე დაცვის მხარემ წარმოადგინა წყვილის ურთიერთობის დროს განხორციელებული ათობით ტექსტური შეტყობინება და ელექტრონული პოსტით გაგზავნილი წერილები. ერთ-ერთ ასეთ ჩანაწერში ვენტურა კომს ეუბნება, რომ მას უყვარს მათი ფრიკ-ოფ შეხვედრები, როცა ეს ორივეს უნდა. ვენტურამ სასამართლოში განაცხადა, რომ ეს იმ ეტაპზე მხოლოდ სიტყვები იყო. დაცვის მხარემ ასევე ისაუბრა ნარკოტიკების მოხმარებაზე და ვენტურამ განაცხადა, რომ ორივე მათგანი სხვადასხვა დროს ებრძოდა ოპიატებისადმი დამოკიდებულებას. ჩვენების მიცემისას კომსი ხშირად უყურებდა ვენტურას და ასევე მის ადვოკატებს ჩუმად ესაუბრებოდა თავის ადვოკატებს და მათ ჩანაწერებს გადასცემდა. ვენტურა კომს არ უყურებდა. ჯვარედინი დაკითხვის დროს ერთ მომენტში დაცვის ადვოკატები როგორც ჩანს ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ 2016 წლის ვიდეოს გამოქვეყნების დროს, სადაც ლოს-ანჯელესის სასტუმროს დერეფანში როგორც ვისაუბრეთ, კომსი ვენტურას თავს ესხმის, კომს აბსტინენციის სინდრომი, ანუ ლომკა ჰქონდა. ანუ მიხვდით ხო, რითი ცდილობენ ადვოკატები ამ ვიდეოს გამართლებას, გაправებას. ვენტურა მეხუთე დღეს პარასკევს დილითაც იყო ჯვარედინი დაკითხვაზე. მიან შუა დღისას მისი ჩვენების დასრულების შემდეგ ადვოკატმა დუგლას ვიქტორმა ვენტურას განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს კვირა ორსულისთვის უკიდურესად რთული იყო, თუმცა ის მორალურად გაძლიერდა. ვენტურა იმედოვნებს, რომ მისმა ჩვენებამ სხვა გადარჩენილებს мотивация მისცა, რომ ხმა ამოიღონ. კვირის დასაწყისში კიდევ ორმა მოწმემ მისცა ჩვენება, ერთ-ერთი იყო ისრაელ ფლორესი, ლოს-ანჯელესის პოლიციის თანამშრომელი და სასტუმრო ინტერკონტინენტალის ყოფილი დაცვის თანამშრომელი. მან ჩვენება როგორც მიხვდით მისცა 2016 წლის თავდასხმაზე, როცა ეს მაშინ მოხდა, როცა ფლორესი იქ მუშაობდა. მან თქვა, რომ კომსმა მისი გაჩუმება ნაღდი ფულის შეთავაზების სცადა, ასევე თქვა, რომ ვენტურას ჩალურჯებები ჰქონდა. ხოლო კომსის ადვოკატებმა მისი ჩვენება გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ეს დეტალები მის თავდაპირველ ჩვენებაში არ იყო. მეორე მოწმე იყო დენიელ ფილიპი, რომელმაც განაცხადა, რომ 2012 წლიდან 2014 წლამდე მას $1000 არაერთხელ გადაუხადეს ეგრეთ წოდებული ფრიკოფებში მონაწილეობისთვის. მან ჩვენება მისცა, რომ კომსი ხელმძღვანელობდა წვეულებებს და რომ მან ორჯერ ნახა თუ როგორ ცემა კომსმა ვენტურა. მათ შორის ერთხელ თმებით შეათრია ოთახში, სადაც ფილიპმა გაიგონა კივილის ხმა, ვენტურას ბოდიშის სიტყვები და რაღაც დარტყმის ხმას გავდა. ახლა რაც შეეხება მეორე კვირას. ნაფიცმა მსაჯულებმა სასამართლო პროცესის მეორე კვირის განმავლობაში ათეულობით მოწმის ჩვენება მოისმინეს, რადგან პროკურორები კომსისთვის სექს ტრაფიკინგისა და რეკეტის დამტკიცებას ცდილობენ. ჩვენებები ეხებოდა ბევრ დეტალს, მათ შორის კესი ვენტურაზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს. ამის გარდა ჯორჯ კაპლანმა, რომელიც 2013 წლიდან 2015 წლამდე კომსის პირად ასისტენტად მუშაობდა, ნაფიც მსაჯულებს განაცხადა, რომ ის
კომსის სასტუმრო ნომრებიდან ალკოჰოლის ბოთლებსა და ნარკოტიკებს ყრიდა, ხოლო ოთახს საბავშვო ზეთისგან წმენდა. მან ისიც გაიხსენა, რომ კომსმა კესი კერძო თვითმფრინავში სცემა. ამ თემებზე ისაუბრა კიდევ ერთმა ასისტენტმა და თქვა, რომ კომს 3 პისტოლეტი ჰქონდა თან, როდესაც ისინი ლოს-ანჯელესის სასადილოში მიდიოდნენ, რათა ხმის ჩამწერ ინდუსტრიაში მისი მეტოქე სუჯ ნაითი მოეძებნათ. სასამართლომ დაკითხა კესის დედა და ასევე ვენტურას პარტნიორი კიტ კუდი, რომელმაც მთელი ჰოლივუდური ბლოკბასტერი, როგორც სცენარი ისე აღწერა. ის ყვება, რომ 2011 წლის დეკემბერში მას ვენტურამ დაურეკა და უთხრა, რომ კომსმა შეიტყო, რომ ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს. კუდის თქმით ის დაიბნა, რადგან ეგონა, რომ კომსი და კესი დაშორებულები იყვნენ. შემდეგ კუდისთვის კომსის ერთ-ერთ ასისტენტს დაურეკავს და უთქვამს, რომ ის და კომსი მისსავე სახლში ელოდებოდნენ. კეტ კუდიმ თქვა, რომ როცა ის სახლში მივიდა, კომსი წასული, საშობაო საჩუქრები გახსნილი, მისი ძაღლი კი აბაზანაში ჩაკეტილი დახვდა. მისი თქმით, ძარცვის შემდეგ მისი ძაღლი ძალიან დასტრესილი და ნერვიული ჩანდა. ამის შემდეგ თურმე კუდის მანქანაც ვიღაცამ გაანადგურა. თუმცა კომსმა ამასთან კავშირი უარყო. სასამართლომ დაკითხა ასევე მომღერალი დონ რიჩარდი, რომელმაც თქვა, რომ მას შონ კომსი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსწრებით, რადგან მან ნახა, როგორც სცემა რეპერმა კეისი ვენტურა. კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი იკითხება ამ დღეებში ნიუ-იორკის სასამართლოში, მაგალითად დაიკითხა კალიფორნიაში მდებარე სასტუმრო Beverly Hills-ის გენერალური მენეჯერი, რომელმაც გაამხილა, რომ კომსის სტუმრის პროფილში აღნიშნული იყო, რომ ის იყენებდა დიდი რაოდენობით საბავშვო ზეთებს, ხოლო პროფილში პერსონალს ეწერა, რომ კომსის წასვლისას ოთახი საფრთხვლიან დაელაგებინათ, რაშიც დამატებით $1000 იხარჯებოდა. კვირა დასრულდა მხიარული ეპიზოდით, როდესაც კომსის ერთ-ერთმა ასისტენტმა სასამართლოს უთხრა, რომ მისი ყოფილ უფროსს ვაშლის პიურე უყვარს და ყველა საჭმელს ამ პიურეს აყოლებსო. კომსმა თავი დაუქნია და გაიღიმა. ადვოკატი აგნიფილო ჩაეკითხა მოწმეს, კომსი ჩიზბურგერებთან ერთადაც ვაშლის პიურეს თუ ჭამსო. მათ შორის ჩიზბურგერებთან ერთადაცო და ამაზე სასამართლო დარბაზში სიცილია ტყდა. მოკლედ, ასე დრამებსა და სიცილში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომლისკენაც მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი. მე ზოგადად ნიუსებზე ვიდეოებს არ ვაკეთებ, მაგრამ რადგან ეს თემა ასეთი პოპულარულია და თან დავიწყეთ, მივყვეთ კომსის სასამართლოს და მომდევნო კვირებშიც გავაგრძელოთ ამ თემის განხილვა. მანამდე გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ ახალ ვიდეოებს. დიდი მადლობა.